20 წლის ასაკიდან მოყოლებული ჩვენ კარგავთ 1% კოლაგენს ყოველწლიურად. კოლაგენი ჩვენი კანის სტრუქტურის ყველაზე მთავარი ცილაა. მოგესალმებით, მე გახლავართ მარიამ შიოშვილი, გაგუას კლინიკის ამბულატორიის ექიმი, კოსმეტოლოგი და სპა თერაპევტი და დღევანდელ ვიდეოში მსურს გესაუბროთ სკულპტრას პროცედურაზე. სანამ უშუალოდ პროდუქტზე გადავალ, მინდა შევეხო თუ როგორ ბერდება ჩვენი კანი. როდესაც გარკვეულ ასაკს ვაღწევთ, ჩვენი კანი კარგავს სამწუხაროდ სტრუქტურულ ერთეულებს. ხდება ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებები, ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია, კანის ელასტიურობის დაქვეითება და შედეგად რბილი ქსოვილების ფტოზი. ამაზე მოქმედებს როგორც შინაგანი ფაქტორები და ფიზიოლოგია, ასევე გარეგანი ფაქტორებიც ხელს უწყობს ხოლმე ამ პროცესების დაჩქარებას. გარეგანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია დაბინძურებული ჰაერი, ალკოჰოლი, თამბაქო, არასწორი კვების რეჟიმი, ულტრაიისფერი გამოსხივება და ასე შემდეგ. კოლაგენი, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე, ჩვენი კანის სტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილაა. კოლაგენი მონაწილეობს უჯრედს შორის არსებული სივრცის მთლიანობაში და უჯრედის ფორმის შენარჩუნებაში. მისი დანაკარგი საკმაოდ დიდი ზარალი არის ჩვენი კანისთვის და დაბერების პროცესებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს. ჩვენი თითქმის ყველა ესთეტიკური პროცედურის მიზანი გახლავთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გზით მოვახდინოთ კოლაგენის სტიმულაცია. არაპირდაპირი კოლაგენის სტიმულატორებს უკვე ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ, ესენი გახლავთ ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული პროდუქტები, მეზოთერაპიის საშუალებები, ბიორევიტალიზაციის საშუალებები, სქიმბუსტერები, რომლებიც გადასარევად გვეხმარება მოხდეს კოლაგენის არაპირდაპირი სტიმულაცია, კანის დატენიანება, ელასტინის სტიმულაცია და ასე შემდეგ. მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს ბაზარზე ასევე კოლაგენის პირდაპირი სტიმულატორი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს უშუალოდ კოლაგენზე, რომ გამომუშავდეს ჭარბი რაოდენობით და პროლონგირებული მოქმედებით. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროდუქტზე მინდა გესაუბროთ, რომელიც დამზადებული არის პოლირძემჟავას ბაზაზე და რომლის სახელწოდება გახლავთ სკულპტრა. სკულპტრა გახლავთ ორიგინალი პროდუქტი, ფარმაცევტულ კომპანია Galderma-ს მიერ შექმნილი, რომელიც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა 2024 წელს და გამოჩენის დღიდან არ კარგავს აქტუალურობას, პოპულარულობას და საყვარელი პროდუქტი არის, ესე ვთქვათ, ქართველი პაციენტებისთვის. სკულპტრა მიეკუთვნება ბიომასტიმულირებელ პრეპარატებს, რომლის მიზანია, როგორც უკვე ვახსენე, კოლაგენის ჭარბი გამომუშავება დიდი ხნით და ხანგრძლივი ეფექტი. სკულპტრასთვის იდეალური პაციენტი გახლავთ პაციენტი, რომელსაც სურს კანის სტრუქტურაზე მაქსიმალური ზრუნვა, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, ელასტიურობის აღდგენა, ტურგორის აღდგენა, მოშვებული კანის გამკვრივება, მბზინვარების დაბრუნება, ეს glow ეფექტი, რომ მოწონთ ხოლმე, ფილტრის ეფექტი, ესე ვთქვათ. და ასევე პაციენტი, რომელსაც სურს პატარ-პატარა დაკარგული მოცულობების აღდგენა სხვადასხვა მიდამოში, მაგალითად საფეთქელზე, მაგალითად ყვრიმალებზე. აღსანიშნავი ფაქტი გახლავთ, რომ სკულპტრა თავიდან შეიქმნა შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის, რადგან მათი სამკურნალო წამლები იწვევდა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფიას და სწორედ სკულპტრა გახლავთ პროდუქტი, რომელიც მათ ეხმარებოდა აღედგინათ ეს დაკარგული მოცულობები. ესე ვთქვათ, სკულპტრა იყო მათთვის მაშველი რგოლი. მან 2009 წელს მიიღო FDA კონტროლი უკვე ესთეტიკური მოხმარებისთვის და ესთეტიკაშიც თავისი ადგილი დაიკავა და პირველ ადგილზეა დღეს ის მსოფლიოში. საყვარელი პროცედურა არის ყველა სელებრიტის, ყველა ადამიანის საყვარელი პროცედურა, ესე ვთქვათ, ჩვენი სკულპტრა. სკულპტრა წარმოდგენილია ლიოფილიზატის, ანუ ფხვნილის სახით, რომელიც აუცილებლად უნდა განზავდეს ექიმის მიერ საინექციო წყალში, მხოლოდ და მხოლოდ საინექციო წყალში. ექიმებმა, რომლებიც სკულპტრაზე მუშაობენ, ეს ყველაფერი გადასარევად იციან. განზავების პროტოკოლი სხვადასხვა არის, გააჩნია რა ზონაზე გსურს მუშაობა, იმიტომ რომ სახის გარდა სკულპტრა კეთდება ყელი, დეკოლტე და სხეულის სხვადასხვა ზონებზე, გარდა ხელებისა და გარდა მკერდისა ანატომიიდან გამომდინარე, სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ასევე სკულპტრა არ კეთდება თვალის ირგვლივ და პირის ირგვლივ. სკულპტრას ინიცირება შესაძლებელია მოხდეს როგორც ნემსით, ასევე შესაძლებელია მოხდეს კანიულითაც. ამას ექიმი განსაზღვრავს ანატომიიდან და სასურველი ზონიდან გამომდინარე. სკულპტრას შედეგი არ არის მყისიერი. თქვენ როგორც კი სკულპტრას პროცედურას ჩაიტარებთ, ვერც იმ დღეს და ვერც მომავალი რამდენიმე ხანი ვერ დაინახავთ შედეგს. პროცედურის შემდეგ გექნებათ შეშუპება, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი შედის ჩვენს ორგანიზმში და კონკრეტულად სახეზე რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 10 მილიგრამამდე საინექციო წყალი შედის ხოლმე სკულპტრასთან ერთად სახეში და ცხადია იქნება შეშუპება.
რამდენიმე დღეში, დაახლოებით 2-3 დღეში ეს შეშუპება, ანუ წყალი შეიწოვება ქსოვილების მიერ და რჩება მხოლოდ და მხოლოდ სკულპტრას, ანუ პოლირზემჟავას მოლეკულები ჩვენს ორგანიზმში. და სწორედ აქედან იწყება რიგი შედეგებისა და ეფექტებისა, რომელებიც თქვენ წინგელით თუ ჩაიტარებთ სკულპტრას პროცედურას. ხდება ფიბრობლასტების სტიმულაცია პოლირზემჟავას მოლეკულის მიერ. ფიბრობლასტი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული ჩვენს ორგანიზმში, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელი არის კოლაგენის სინთეზზე. ანუ ფიბრობლასტი უნდა გავააქტიუროთ, რომ მივიღოთ ჩვენი სასურველი ცილა. შედეგი მოდის სკულპტრას პროცედურის დაახლოებით 3-დან 6 კვირამდე. აი ზუსტად 3-დან 6 კვირამდე თქვენ უკვე დაინახავთ სარკეში, რომ თქვენი კანი არის glow ეფექტით, რაღაცა ფილტრივით გადევთ სახეზე, იმიტომ რომ ფერი მოდის სასწაული პირველ რიგში, შემდეგ ხედავთ, რომ კანი გამყრივებულია, კანი არის შედარებით ზემოთაწეული, ანუ ლიფტინგი აქვს ძალიან კარგი კანს და პატარ-პატარა მოცულობების აღდგენაც მოდის ხოლმე. ზუსტად 6 კვირის შემდეგ, მანამდე არავითარ შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავიტაროთ განმეორებითი პროცედურა. ანუ ის შედეგი, რაც მივიღეთ ჩვენ პირველ პროცედურაზე და ის კოლაგენის რაოდენობა, რაც ჩვენ მივიღეთ პირველი სკულპტრას შედეგად, გავიორმაგოთ და ბევრად კარგი ვიზუალი გვქონდეს ცხადია. სკულპტრას ინიცირება ხდება დაახლოებით პროტოკოლით 2-ჯერ ან 3-ჯერ წელიწადში, პრობლემიდან გამომდინარე და ასაკიდან გამომდინარე. ამას თქვენც და ექიმიც ერთად განსაზღვრავთ პროცედურაში კონსულტაციის დროს. ზოგადად ესთეტიკურ მედიცინაში ესეა ხოლმე, რომ პირველი დასაწყისი პროცედურების დროს ბევრად მეტი პროდუქტების გამოყენება გვიწევს და ბევრად მეტი ვიზიტების დაგეგმა გვიწევს, რომ რაღაცა სასურველი შედეგი დავდოთ. შემდეგ უკვე შემანარჩუნებელ პროცედურას ბევრი აღარ ჭირდება და არც ბევრი ვიზიტი ჭირდება და არც ბევრი პროცედურა. წელიწადში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ხოლმე თქვენს ექიმს, რომ აი ეს მიღებული შედეგი და აი ეს ჭარბი კოლაგენის რაოდენობა, რაც თქვენ სკულპტრას პროცედურის შედეგად მიიღეთ, შეინარჩუნოთ ძალიან დიდი ხნით. პაციენტები ბევრად უფრო კარგად გამოიყურებიან 50 და 60 წლის ასაკში სკულპტრას პროცედურის შემდეგ, ვიდრე გამოიყურებოდნენ პირობითად 30-35 წლის ასაკში. ეს მართლა ესე არის და ბევრი სტატიაც არის ამაზე, შეგიძლიათ გადახედოთ ინტერნეტში, წაიკითხოთ, სასწაული პროდუქტია. რაც შეეხება მოვლას, სკულპტრას ძალიან უყვარს მასაჟი. იშდება. ფაქტობრივად სკულპტრას პროცედურა მასაჟის გარეშე არ არსებობს. ექიმი პროცედურის შემდეგვე გაგიკეთებთ მასაჟს და ასევე საშინაო დავალებადაც მოგცემთ, რომ სახლში ჩაიტაროთ მასაჟი. ესეთი ოქროს წესი არსებობს სამასაჟე 5-5-5, რაც ნიშნავს, რომ 5 დღის განმავლობაში დღეში 5-ჯერ 5 წუთი თქვენ უნდა იკეთოთ მსუბუქი მასაჟი ან ძლიერი მასაჟი იქიდან გამომდინარე, რომ ეს პოლირზემჟავას მოლეკულები კარგად გადაანაწილოთ თქვენივე ქსოვილში და კანში და კარგად მოხდეს პროცესების წარმართვა. ისევე როგორც ყველა სამედიცინო პროცედურას, ცხადია სკულპტრას პროცედურასაც აქვს გარკვეული გართულებები და გვერდითი მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გვერდითი მოვლენა გახლავთ სილურჯე, სიწითლე, ჰემატომა, შეშუპება, ქავილი ინექციის ადგილას, რაც ყველა სამედიცინო პროცედურას თითქმის აქვს ხოლმე და კიდევ შესაძლებელია ნოდულების წარმოქმნა სკულპტრას პროცედურის შემდეგ. მაგრამ თუ სწორად დავიცავთ განზავების მეთოდებს, თუ სწორ შრეში ვიმუშავებთ, თუ სწორად შევასრულებთ საშინაო დავალებას სახლში და გავიკეთებთ მასაჟს, ეს გვერდითი მოვლენები და ეს გართულებები პირობითად იქნება მინიმუმამდე დაყვანილი და ფაქტობრივად არაფერი არ მოხდება. აქედან გამომდინარე, სკულპტრას პროცედურა არ არის საშიში, პირიქით, ერთ-ერთ ყველაზე ისეთ უვნებელ პროცედურადაც შეგვიძლია დავასახელოთ და თუ გსურთ რომ ჩაიტაროთ პროცედურა, რომელიც იქნება პროლონგირებული მოქმედებით, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგ შედეგს დაგიდებთ, მაშინ მიმართეთ თქვენ სასურველ ესთეტიკურ ცენტრს და ჩაიტარეთ სკულპტრას პროცედურა. ერთი აღსანიშნავი ფაქტი გახლავთ ის, რომ სკულპტრას უყვარს ძალიან დატენიანებული კანი, ამიტომ თუ დაგეგმავთ ვიზიტს, ჯერჯობია ჩაიტაროთ ბიორევიტალიზაცია, ძალიან კარგი არის ასევე ამინომჟავების ტაბლეტების დალევა პროცედურის შემდეგ, იმიტომ რომ
კოლაგენი შედგება ამინომჟავებისგან და ესე ვთქვათ, კოლაგენის საშენი მასალა არის ამინომჟავები. გადასარევი არის სხვადასხვა ამინომჟავების ბრენდის მიღება, რომ უფრო და უფრო გაუმჯობესოთ თქვენი შედეგები. სკულპტრას პროცედურას თუ ჩაიტარებთ, წინასწარ იცოდეთ, რომ არ გქონდეთ გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მალე, ანუ არ დაგეგმოთ, რომ აი 2-3 დღეში მე უკვე კარგად მექნება სახე და მივიღებ შედეგს, იმიტომ რომ გაგიცრუდებათ იმედები. სკულპტრა არის პაციენტებისთვის განკუთვნილი, რომელსაც სურთ გვიანი შედეგი, მაგრამ პროლონგირებული მოქმედების. იმედია მოგაწოდეთ საკმარისი ინფორმაცია, დაგემშვიდობებით